Good morning, everybody. როგორ ახართ? ცოცხლებო, ჯანმრთელებო. Значит, ყველანი ცოცხლები ვართ. ტელეფონის გიმუშავებს, ცოცხალი ხარ და მადლობა ღმერთს. მადლობა შენ უფალო, რომ მოგვეცით ხევანდელი დღე. მეგობრებო, ამხანაგებო ძმებო, დებო, მეზობლებო და თანაკლასელებო, თანატურისტელებო, ყველას მოგკითხვა და მშვიდობა თქვენ. თქვენ კი გაიგრძეთ, მაგრამ მე ჯერ არ დამიზინია, ვერ დავიზინე, იმიტომ რომ არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ რაღაცა რომ ამიკვიატდება. სანამ არ გამთავისუფლდები, ბიტყვი ჩემსაზე გავგორდები მე თქვენსავით. და სანამ ეხლა ისა ხო ესე მეგრელებს ქართველებს უყარდეს მშავე, წიწაკიანი. ჯერ წამეოთ ყლავ ტკბილი თუ როგორ არის თვეზე გემოვნებასა. სოლომონი ამბობს Лучше горькая правда, чем сладкая ложь. უკეთესია მწარე სიმართლე ვიდრე ეს სინდისო ტყუილი რა ტკბილია. ესე ვაფშე ცოდვა კიდე ასეთია. ცოდვა რო იყოს ფუა, საზიზღარი, შეუხედავი, ისა უმარილო. უგემისა. რამე მისგან სარგებელი რო არ იყოს, ყველა წმინდანი ვიქნებოდით. ცოდვა რო ასეთი იყო, მაგრამ ცოდვას იმის არ რაღაც აქვს, რომ იზიდავ ჩვენს ხორცს, მშვენივრად და ჩვენს ცოდვილობას. მაგრამ ქრისტეში მორწმუნეები სულ სხვანაირი ჯიშის არიან. მათში გასასვლელია სული და წინად რაც მოსწონდა და გიждდებოდნენ და იქით მოსძებდნენ, ახლა ნაბაროდ იქით გაურბიან ცოდვას. და ერთ საგალობელს მინდა და ვიგალობოდი სანამ ეს გულს გავიმაგრე მოემზადები და ისა ნიადაგს გავაკეთებ სათქმელად, იმიტომ რომ ძალიან გემრიელიც ის არ არის. ბევრი საკითხს ზოგიერთ შეიძლება მაგრად მოგეწონოს, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება წერილების დამინტერეს, მაგრამ ნუ გეშინიათ. იცით ერთხელ რა თქვა, რა წერია ბიბლიაში, იოსებმა უთხრა თავის ძმებს, რომელმაც იოსები თხასავით გაყიდეს. აი სიზმრებს რო ხედავდა, მერე მამა რო უვლიდა ყველაზე მეტად მაგ იოსები რო უყვარდა. ხო და რაღაც სიზმრებს რო ხედავდა და რო უწინასწარმეტყველებდა იქ, თქვენს ახლა ნახოთ და როგორ ასვდება იმის სიზმარი. და ჩააგდეს სადღაც ღრმა ორმოში ჭაში და იქ ერთმა იხსნა. მათ ძმებს უნდა და მოკლა იმისი, იოსების, მოკლათო. აგარია, ძმებს უნდა პატარა ძმის მოკლა. და ერთი ჩაერია ერთი ძმა და იუდა და ეუბნება. არ გინდა ძმებო, მოდიო. გავყიდოთ. იმას მე რა მოყვანა უნდა და მაგრამ წავიდა რომ მოვიდა უკვე გაყიდული დახვდა. გაყიდეს ძმა. მერე ეს იოსები გაყიდული ძმა მოხვდა პატიფარის ხელში მონობაში. მერე იქ ცოლს უნდა და იმასთან კავშირი დაჭერა. ამან საწყალმა უარი თქვა, ეს ცოდვა არისო და იმან დააბრალა, ჩემის უნდა და გაპატიურებდა. მოლაპარაკებაო და ჩასვეს ფარაონის ციხეში. იქ ციხეში რამდენი წელი გაატარა ვინიცის და ასე წვალებით მერე ფარაონს რო დაესიზმრა სიზმარი და იოსებმა გაითქვა სახელი სიზმრების ახსნით. უფალი ოხსნიდა მას სიზმრებს და მოხდა ის ფარაონს დაესიზმრა სიზმარი, იოსებმა ახსნა ზუსტად და ღმერთმა განაწყო ფარაონის გული და დააყენეს იოსები ფარაონის შემდეგ მეორე კაცად. და ამ სიდიდე კაცი არის იოსები და როცა შიმშილი დადგა ქვეყანაზე მოვიდა მისი ძმები და იოსებმა ისნო ძმები. მე ყველა ვიცით იქ რაღაცები რა გავუკეთა და როცა ბოლო როცა გამოეცხადა, აი რა უფრო
ისეთი მუხლის წერიას მეგობრებო, ყველაფერი და გავიწეთ, ეს არ დაგავიწყდეთ. იოსებმა იცი რა უთხრა. ასე წერია რუსულში, კარგად წერია. მე ქართულშიც არის. не бойтесь. მე იცი რა დაგალაპარაკო ხანსა რუსულად. იმიტომ რომ სანამ მე ვიშვებე ქართული ბიბლია, მე მაშუქეს რუსული ბიბლია. ხო და რუსულ ბიბლიაზე ვარ გაზრდილი. ქართულს არ გიტყულობ აგერა, ჩემი დამბაჭა, მაკაროვა. რასაც გავარტყა მათიანში ხდება. ხო და იქ წერია не бойтесь, ибо я боюсь Бога. ამ სიტყვებიდან იცით რა ჩანს? თურმე ვისის არ გეშინია, მას ღმერთი უყვარს. მას ღმერთის ეშინია. ვისიც შენ არ გეშინია, ის არა საშიში. ვისის გეშინია, იმისი გეშინოდეს. საერთოდ მორწმუნე კაცთან თუ ლაპარაკის გეშინია, მისი მხილების გეშინია. საკითხავი იგდო ვინ არის კაცი. იოსებმა კი ასე უთხრა, ნუ გეშინიათ, ვინაიდან მე ღმერთის მეშინია. ისიც რა უთხრა? ნუ გეშინიათო ჩემი, იმიტომ რომ მე მართლა საშიში ვარო თქვენთვის. მე შემიძლია ხარ შური ვიძიე, რომ გამყიდეთ იქ ბავშვობაში თხასავით 30 ვერცხლად. ხო და თუ 20 იყო 30 არ მაინც იესოსავით უკრეს. და მე რამდენი წელი ტანჯვებში ციხეში გავადარ, ხო შემიძლია რომ შური ვიძიო. მათ რო იცნეს იოსები, იქ ერთი სიკვდილი დაამთავრეს. დიდუ ეხლა რას გვიზამს, რას ქვია იოსები, ჩვენ გავყვდეთ მეგონი მონად. რას ქვია ეს ფარაონის შემდეგ მეორე კაცი, დაავიუყურებდო. დამთავრდა ჩვენი ცხოვრება უთქვეს. მაგრამ ძმამ უთხრა, ნუ გეშინიათ. თუმცა უნდა გეშინოდეთო, მაგრამ ნუ გეშინიათ. იმიტომ ნუ გეშინიათო, რომ მე ღმერთის მეშინია. მე ღმერთის რომ მეშინია, იმიტომ არ ვიმრუშე. პატივარესელთან მე ღმერთის რომ მეშინია, იმიტომ ცუც არ გიზამ თქვენს. აი ღვთის შიში ყოველთვის გაშორებს ცოდვას და ვისაც ღმერთის ეშინია, იმისი არც უნდა გეშინოდეს. ის მოგისმენს, მოგითმენს, გაპატიებს, ჩაგიკრავს გულში და ასე შემდეგ. რას მოაყოლე ახლა ეს არც ვიცი და კარგი, ერთი საგალდებელი მინდოდა და სადა არ ამოვყავი თავი, ხობის მილიციასავით. ცოტა ჩემი მიკროფონი რაღაცას აჭირებს, მაგრამ თავარია აზრი გაიგოთ და მელოდია და ხმა. აი ხმის ვიყიდე ვაფშე მე ტელეფონი რაღაც ხან ჩუმად იყო, ხან რა ვიცი, უფრო მეტად ჩუმად იყო ჩემი ხმა. ის სიწყნარეში პადვალში უნდა მოგესმინა ჩემი ზოგიერი ჩანაწერები და ამიტომ ვიყიდე თან რაღაცა, მაგრამ არ ვიცი. ვიყიდე კი ან ვიყიდეს, ჩემ მეგობრო მიყიდა. ნაგვია. ნაგვიში. და რა ვიცი, გამომადგება ლაპარაკში და გიტარასთან არ ვიცი ახლა როგორ არის. ღმერთო მხოლოდ ერთი მსურს მე წმინდა ვიყო შენ სინაშე ცეცხლის ელში გამატარე დამიდგული გამიწმინდე გამბანე მეშიგ და გარე და თუნ ცეცხლში გადამადნე რომ ცოდვა გული სიღრმეში გაქრეს ჩემში გაქრეს ჩემში
გინდ მომცესამ ქვეყანა წარმატება და სიმდიდრე მირჩევნია მხოლოდ მქონდეს წმიდა გულის შესინაშე თუმცესში გადამატნი რომ ცოდვა გულის სიღრმეში გაქრეს ჩემში ღმერთო მხოლოდ ერთი მსურს მე წმიდა ვიყო შესინაშე ცეცხლის ალში გამატარე დამიდგული გამიწმინდე გამბანე მეშიგ და გარე და თუმცესში გადამატნი რომ ცოდვა გულის სიღრმეში გაქრეს ჩემში ამინ გაქრეს ჩემში შენში და ყველაში ჩვენში იესო ნაზარეველის სახელით ვითომ ვემზადე რა მაინც მოვიდა ლაპარაკის დრო ასე რომ სახომაროდ არ მაქვს საქმე ახადა საქმე მეგრული მას იციან კარგი რა კიდე ხინოს არ ვსო მაგრამ ყოფეთი გავიმაგრებ გულს კარგით ვისაც გაინტერესებს ღმერთის სიტყვა და გახსნი და დააძრეთ თქვენი დამბაჩები. ერთხელ საქართველოში ვარწმუნები მიდივარ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში და ახლა მეთქვა მატარებელში ამოდიან პოლიციელები, მაშინელი პოლიციელები, ვიცით როგორი იყო. ძლევა მოსილები ყველასით სპილოსები დააბიჯებდნენ, გაგანადგურებდნენ არც კი დაეტყობოდა ისე გაგჭყიდავდნენ. ტერორისტები ვიდიოდნენ მაშინდელი პოლიციელები. ამოვიდნენ ვაგონში და ბიჭებო, იქ ვართ გარეთ კალიდერში. რამე იარაღები ხო არა გაქვთ? ჩვენ ვიყარეთ. როგორ არა, აგერ და ეგრევე პისტოლეტები მოიმარჯვეს. სინამდვილეში ყაჩაღთა ჯგუფს დავადეგეთ და დააძრეს მაგრამ ჩვენ ხარ არაკაცო და ყველამ დავაძრეთ ჩვენი ისინი სახარებები. გინახიათ ეს მისტერ ბინი დაადებინეთ პისტოლეტს. აი ესე დავაძრეთ ჩვენი სახარებები, აბა ვისაც დააძრეთ თქვენი სახარები, თქვენი იარაღები. კაცო ვიღაცა გულით იმას ატარებს პაჩკას სიგარეტს. ვიღაცა გულჯიბეში სადღაც სხვა ჯიბეში პატარა ალკოგოლის ისინი უდებთ ნავსაკისლოში. და ასე იწონის ზოგს ბოთლი უდევს და რომ მიდის ქანავს ეს წონასწორობა. ვიღაცებს რაღაცები თუ ვიღაცას მართლა პისტოლეტი უდევს ყაჩაღს. გოსტობით ჩიგებს. ჩვენ რატომ არ უნდა გქონდეს ეს სახარება სადმე იქ? ანდა კარმანი, სადამე მაქვს ქართული, რუსული, ინგლისური, როგორი გიდა ყველანაირი საშუალო დიდიც მაქვს. ანა გაჯავრებთ. ასე რომ დავაზროთ ჩვენი პისტოლეტები და ოღონდ როგორ წელავ. მეც მეხარი ეს, მაგრამ უნდა თქვა არ შემიძლია რო არ თქვა. და რატო ვიტყვი, იცით რატო ვიტყვი? სახარებაში ამისანა მოხი არსებობს. როცა იესო მიგ დაატრიალა ერთი ამბავი მათახი რომ გააკეთა და გაყარა ეს ვაჭრები და გადმოუყირავა ყველაფერი.
ვერ იცნეს იესო რომელიც კრავივით წყნარი იყო მის ხმას ქუჩაში არ გაიგონებდი გადატეხილი ერწამს არ გადატეხდაო და მშრუტა პატროს არ ჩაქრობდაო ვერ იცნეს იარამ გიზგავდა ჩემი სახლი ლოცვის სახლია თქვენ ავაზაკ და გამოქვაბულად გისებიათ ლილოს ბაზრად აქციეთ ვაჭრობა ეს არის ლოცვის სახლი და მოციქულებს გაახსნათ მოწაფეებს ხოზერიო რომ ჩემი სახლის შური შემჭამს მე მგონი ეს მჭირს მე თუ ეს მჭირს ნორმალურადაა ჩემი საქმე და მე არ სხვა რა უნდა იყოს მე ზარიზინებდი და გავგორდებოდი და მოვისვენებდი მეს არა ისეთი რაღაცა მაქვს ვერ მოვისვენებ სანამ არ ვიტყვი და დავშვიდები და ჩემს ნათქვამს სათქმელს ასე გავხსენდი ამ სიტყვებით ახლა ადამიანებთან ვეძებ კეთილნეობას თუ ღმერთთან თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო მაინც ადამიანებს ვაამებდე პავლე ამბობს ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი აქ პრიორიტეტი უდგას პავლეს ღმერთი ქრისტე ან ადამიანს უნდა ვაამო ან ღმერთს რომელი პეტრემ უთხრა გახსოვთ რა უთხრა მღვდელმთავრებს ამ სახელით არ იქადაგოთ იესოს სახელი არ გაგვაგონა ყურებში ეს ისა იესო ქრისტეს სექტას რა არსებობთ აქ პირველად იქ შენ თუ გეძახიან სექტას და თუ ქადაგებ სახარებას თუ ქრისტეს მოძღვრება გაქვს შენ და ლაპარაკობ იმას რაც წერია და იესოს მოძღვრებას ქადაგებ თუ დაგიძახეს სექტა შენზე უფრო პირველად დაუძახეს მოციქულებს უთხრეს ნაზარებელთა სექტის წარმომადგენლები არიანო ესე და პეტრემ გახსოვთ რა უთხრა იქ განამართლებულია თქვენ უფრო დაგიჯეროთო ვიდრე ღმერთს არ გამაცინოთო იქით ღმერთს უნდა უფრო მეტად ემორჩილებოდეთო ვიდრე თქვენ ბატონო მღვდელმთავარო ყარაბას ბარაბას ასე ვაჯარები მე ადამიანს კი არა რელიგიურ სულს რაღაც ეს წვერებიანები ეხლა კიდე ორ წვერებიანზე ვილაპარაკებ და ეს ხომ არ მოვიჭრა ეს წვერებიგას არ მინდა არაფრის და მსგავსო წვერებიანებს წვერი რა შუაშია სხვა თავარი სული კარგით ასე რომ პავლე თქვა ადამიანს კი არ ვაამებ მე გადავწყვიტე რომ ღმერთს ვაამებ თუ ადამიანებს ვაამებო პავლე თქვა თუ ადამიანს კაი ყველაფერზე ლაიქი ამინ ვიღაცამ რაღაცა თქვა ნახევარი სიმართლე ვიღაცამ რაღაცა 90% სიმართლე შენ მაინც ლაიქს ეკეთება ნაცნობია ხალხაზდა ის არის ნაცნობია ნათესავია მეზობელია თანაკურსელია ჩემი ეკლესიის წევრია და რა სიტყვის ახლა რომ ეწყინება ასე თუ გააგზელებ ისე შეეჩვევი ადამიანების სიამოვნებას ღმერთი დაგშობა ბოლო ადგილას ამიტომ ღმერთი უნდა იყოს პირველად ღმერთს даже მეორე ადგილის არ უნდა მას უნდა კონდეს პირველი ადგილი კარგით რაც არ უნდა ვაჭიანო ეს მაინც უნდა თქვა მე და სანამ არ ვიტყვი მე არ დავიზიარ
მითუკინაო? То есть ისროლო? ორ პიროვნებაზე მინდა ვილაპარაკო. ერთ პიროვნებას დიდი ხანია ვიცნობ. 1999 წლიდან. 99 წლიდან, რომ 88-ში მოვინანი. 88-ში მოვინანი, ხო. და 91-ში ელგავაში წავედი. 99 წელს შევხვდი ამ პიროვნებას როგორც მორწმუნეს. მანამდე ვიცნობდი პოლიციიდანაც, კაი პოლიციელი იყო. მერე შევხვდი ჯვარში მორწმუნეებთან. გამიკვირდა, რითი? ეს ჩვენი გურამია, კაცო. პოლიციელი იყო მე გავისანებაში. ხო და ერთ გერმანელების ოჯახში გავისანი როგორ? გავისანი როგორც მორწმუნე. იმის შემდეგ მე ერთად ვიყავით. მე ჯვარშიც გადაგებდით. გადარასაკრებულო იყო იქ. იქაც გადაგებდა გურამი ჩვენთან ერთად. მის სახლში სულ სტუმრობდით. მეუღლე ყავდა ნატო ძალიან სტუმართმოყვარე. მჯერა რომ დღესაც ისეთი იქნება. რო არ გვეჭამა ცუდად გონდა საქმე. ცემამდე არაფერი არ აქვს და იზული რა გამძღარია ერთხელ წავიდეთ გამძღარი და ვინანეთ. და ყოველთვის როცა წავიდოდით ჯვარში გურამის სახლში, გურამ მოთხოვზურია სახლში. ყოველთვის ემზადებოდით რომ არაფერი არ გვეჭამიდა რომ გურამის სოლი დავხდებოდა ჯვახით იქ. ხო და ისეთი ახლობლება ჰქონდა, მეგობრობა ჰქონდა, ძმობა ჰქონდა. ხო და როცა მე დავბრუნდი ელგავიდან და ისე უკვე სხვა გურამი დახვდა, მართლმადიდებელი. კაი, მართლმადიდებელი. ყველას ნება არა, სადაც უნდა წავიდეს კაცი. თუ უნდა კაცი წავა კათოლიკებში, ზოგინძა სულაც მიატოვებს ღმერთს. ეს არავის აღშეულია ეს დააძალოს. ან არც ასე და არც ისე. მაგრამ მე ჩემს ვიტყვი, მე თქვენ რო ითქვათ, ამას სულს და ლაპარაკობს, თქვენ ცოტა შევარდებით. მე კიდევაც მიყვარს პატივცემ, იმიტომ რომ თქვენზე ადრე ვიცნობდი, მე ვიცი მისი ჩასუნთქვას, ამოსუნთქვას. მე რაზე გიმტკიცა თქვენ, უბრალოდ მე იმას ლაპარაკობ, რომ სიმართლის წინაშე, ღმერთის წინაშე. დაჟე ისააკიც არ დგას. აი სად გამოსცადა ღმერთმა აბრაამი. მას არ თქვი აბრაამ, გიყვარ ხარ? შენი ბოროია დებილი კი არა, შენი ისა ურწმუნო, ურჯულო, წარმართი მეზობელი შემომწირე ხო არ თქვია? ღმერთმა უთხრა, აბრაამ, შენი ძე, შენი საყვარელი ძე შემომწირე. და მზად იყო აბრაამი. მე უფრო მიჭირს ამის ლაპარაკი, მაგრამ ღმერთი მიყენია, როგორც აბრაამს. აი ღმერთთან ისე იქნას, როგორც აბრაამი. აბრაამისთვის იყო ძვირფასი. მაგრამ აბრაამს ღვთის წინაშე არავინ არ ეპენა. დაჟე თავისი საყვარელი. მთელი ცხოვრება რო ელოდებოდა ამისგან შვილი, მზად იყო მოეტანა. რატომ? ღვთის წინაშე არავის არ აყენებდა და არც ჩვენ უნდა გვეყანოს ვინმე. მე იმიტომ მინდა ვილაპარაკო, რომ მე ვიცი, გურამი არის ძალიან განათლებული, ჭერმეტყველი, ბევრი იცის, მაგრამ მიყვარს ეს პიროვნება, მაგრამ მე ვლაპარაკობ სიმართლეს. მე თქვენ იცით როგორ მიჭირს ამის ლაპარაკი. ისის სახალხოდ, რომ ვიცი რომ ისის ამას გაიგონებს.
აპასნი კაცია. ისიც რას შეაპასნი? ის რო იყოს ბურდღონობდეს რაღაცებს ჩემს ავიდა. ის განათლებულია, ის ნასწავლია. იმან რო იცის ბიბლია ესე მთელი მართლმადიდებლობა რო შეკრება ყველა მღვდლები ერთად, იმის ნახევარიც არ იცოდინებათ. მაგრამ ერთი რაღაცა დაემართა მას. მე არ ვიცი როგორ როდის მოხდა მასში ეს, მაგრამ მას არ წამს იესოდ მეორედ მოსვლა. არ წამს. მას არ წამს სამოთხენ, რომ იქ მე რამდენჯერ მოვუსვი მის გადაგებებს, პირადადაც დავურეკე, პირადში ერთად ვილაპარაკე და ვამტკიცე, რომ ასე ყოფილა. მას არ წამს, რომ ეშმაკები არსებობენ, ეს ფსიქოლოგიური და რაღაცა. ასე თუ არის, მაშინ იესოც ტყუდებოდა თურმე და ჩვენს გვატყუებდა თუ რა ვიცი. მაგრამ ბოროტესულების არსებობენ, ჯოჯოხელის არსებობს, რომელიც გურამის არ წამს. სამოთხეს არსებობს, რომელიც გურამის არ წამს და იესოც მოვა, რომელიც გურამის არ წამს. ეს ჭირს მას. ამიტომ რატო ლაპარაკო მე ამას? მე არ ვამბობ, რომ გურამი არის ეს, მაგრამ მე მაგალითი მომყავს. პავლემ თქვა, თვით ანგელოსი, აი სატანა. მე ვამბობ ნამდვილ სატანაზე, სატანა, ლუციფერი. პავლე თქვა, სატანა ღებულობს სინათლის ანგელოზის სახეს. ბრწყინავს. პირს რო გააღებს და გამუნჯებს, გაგაოგნებს. სოდნის იმას გაჩვენებს დონეს. რომ შენ თქვა, ვაუ, ბიჭოს, აგაც. რა თუნდა ბიბლია შემოწება ამან ყველაფრისთვის. ფრთხილად. მე ჩემს ვიტყვი და შენ თუ გინდა ნათლიად გაიხადე კაცი, მე რა ზარეზე. ეს გეტყვით, მეგობრებო. წარმოიდგინე, შენი მოწამლა უნდა ვიღაცას. მოკლა შენი საწამლავით. და როგორ ფიქრობ შენ? იმის მოვა ტუბიკით შენთან. და იქ თავის ქალა ახატია ტუბიკზე პატარა შუშაზე, თავის ქალა, ხო იცი დენემზე რო ეხა და ნიტრო გადაუმრიოს. არ შეახოთ რომ მოკდები დენია. თავის ქალა და ძულები ხო არ ახატია, რო ეხა ასეთ მოიტანს? რაღაცა სადაგან არ წუბიკს და რაღაცა და ჯარი ტუბიკის გასწრება აქვს. მაგე კაფედია. ტუბიკია რაღაცა. ბოთლი, პატარა ბოთლი. და იქ ახატია თავის ქალა და ძულები. დაწერია შხამი. გველის შხამი. და გეტყვის ის კაცი. ისა, ბიძია, მოდი ერთ პირი გამიღე, ერთ ორ წვე ჩაგისხა. ვინა პირსო გაუღებს. მე გამოვარდნე იმ ბოთლს და თვითონ დაალევინებინ ალბათ. ან გადააგდებენ ან რამე. ვინა შენთან ასე რომ მოვა. იცი ის კაცი, ვინც შენს მოკლას შხამით გადაწყვეტს, რას გააკეთებს. დაგპატიჟებს. დილით, ყავაზე. მე უნდა ორხილ დამიცა რაღაცებს, ყავას და ნამსხა და არა. ხო და გამოგიცხობს შენ რომ გიყვარს იმ ნამსხვრს. მედოგია თუ ნაპალეონია თუ რას გიყვარს იმას გამოიძიმე ძალიან კარგად. ხო და იმ ნაპალეონში კლებ. მოგიწამლავს იმ ნამსხვრს. ვერს კი ნახავ. რო გასინჯავ, იტყვი. რა გემრიელია. შეიძლება ერთ ნახევარი მაინც შევჭამ. გეტყვი.
ყველა შენია. მე შეხო ვერ შეჭამ ყველას. ერთ ნაჭერს შეჭამ. ისის გეყოფა, რომ გავშიკო ფეხები. არავინ არ მოვა შენთან ტუბიკით. შხამი ორი წვეთის სპილოს აგორებ დორჩარებით. მოდი, გამიღე პირი. ვინა პირს გააღებს. ის მოვა. ან ლიმონადში ჩაგისხამს შხამს, ან ნამცხვარში და ასე გაგანადგურებს შენი მტერი. საგან არასულელი. იზღებულობს სინალის ანგელოზის სახეს. სახარება ამბობს, მაღალ ფარდონული სიტყვები დაასწუნებენო უმანკოთა გულებს. წაიგითხა სახარება. რა ფერისი და არტისტია საგანა. მე რო უყურებ. მე გეუბნები მე თქვენზე უფრო მეტად მიყვარს და თქვენზე უფრო ადრე ვიცნობდი და ვიცი. გული მტკივა მეწოდება, მაგრამ გურამის უფრო კიდე მეწოდება ის ხალხი, ვინც გურამის უსმენს. რამდენი კარს ამბობს, კი ბატონო, ბევრი კარგია ამ ტორტში. ბევრი კარგი. მე კარს გამოვარჩევ ცუდს. კაი, მოწამლ ტორტში გაარჩიე შენ ახლა მიდი და რომელი ნაწილია მოშხამდი, რომელი არა. შენ ვაფშე გიმუშავებ ტვინი. ამისანა ნამსხარ შენ შეჭამ საერთოდ. არა ლაპარაკში გავარჩევ. იმას ხალხი ვილაპარაკებ იმ თემაზე, რომ შენ რო ისმენ მარტო სიტყვებს კი არ ღებულობ შენ. სიტყვებით გადმოდის მეგობრებო. კაცი როცა ლაპარაკობს, შენ სიტყვას ხო ისმენ. შენ სიტყვას მარტო კი არ ისმენ, შენ სიტყვებში, როგორც ამ რაღაც გახაუცელობაში, ხო დევს კამფეტი. სიტყვებში დევს აზრი. ყოველ სიტყვაში აზრების გასვლა მოდის აქ. მე ვლაპარაკობ ამ სიტყვას ვიღაცა მეუნება კიდე მე როცა ის მელაპარაკება პასუხობს. მის სიტყვებში მე მის აზრთა ცვლა ხდება ლაპარაკის დროს. აბა ეხლა დავუკვირდი ერთ რაღაცას. გზაზე არ გინახია როდესმე ორი მუნჯი. თუ როგორ არის? ორი მუნჯი. რაღაცებს ერთმანეთს ელაპარაკებიან და იცინიან, უგებენ ერთმანეთს. მაგრამ ერთი ხმა არ აქვთ. ის არ ეუბნება რაღაცა. მე რამდენი დამდგარს ზუგდით უყურებდი. ასე. ვიცნობდი მე იმ ბიჭებს კიდევ. და მე რომ ისონე მე გამარჯვებას მეტყობდნენ და იქითაც გამარჯვებას მეტყობდი მეც და მე არ ვიცოდი ეს ხელების რაღაც ხმარება და ხან სიგარეტს მიმაწოდებდი, ხან აქეთ გამოვთხოვდი და ასე გამარჯვება კარგად. და მაგრამ მე რო უყურებდი მათ, ისინი იდგნენ და ანეკდოტებს ყვებოდნენ. ერთი ხმა არ დაცდენიათ და იცინოდნენ. რა გასინებს გას? სიტყვები და ისინი აზრებს უნაწილებდნენ, აზრი. და ეს აზრი მეგობარო, აზრში სულია. დუხ. იესომ რა თქვა? სიტყვებს, რომელსაც მე თქვენ გეუბნებით, არისო სული და სიცოცხლე. ამ რაღაც გახუცელობანი რო რაღაც გამჭვირვალე აქ. ცელობანი არ არის? აბა ეს გახვეულია სიტყვაში, გახვეულია აზრი. და თუ ეს აზრი, ეს კამფეტი მოწამლულია, როცა მე ამ კამფეტს ჩავიდება და შევჭამ, მივიღებ თავის საწამლიანად ჩავაჩემს
გული ნაზავში. და ეს მოწამდულია. კაპუტ დამთავრდა. ამიტომ ნუ ფიქრობთ რა კარგ აზრს ლაპარაკობს. თქვენ გინახიათ კარტს რომ კარტის მოთამაშეები რომ ურევენ ვითომ. მე ვიცნობდი მას ძალიან კარგად. ჩემი ამხანაგები იყვნენ. ისინი კარს კი არ ურევენ. ასე რომ აკეთებენ, მაშინ ისინი აწყობენ. და დაწყობილ კარტთან გაქვს საქმე. ამიტომ უფრთხილდით. მარტო გურამის კი არა. იმაზე უარესები კიდევ არიან. ერთია კიდევ ვიღაცა. ახლა შევხვდი. ვიცოდი, მაგრამ ნახე ევანგელისტური ქრისტიანები უკეთებენ ლაიქებზე გადაადნენ და ვიღაც ყავდეთ მალხარ სონღულაშვილის ამოესვით გვერდით თავი მონად ნათხია დაიყენეთ ეს ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს ეს არა ჭუაზე ვიღაცას გონია მაგარი განათლება კი იცი რა განათლებულია სატანა იმდენი იცის იმდენი ცოდნახს ის ძველი გველია სად სატანა მიცი და სანმა სონღულაშვილმა სონღულაშვილი ბევრს ლაპარაკობს ეშმაკისგან ეჭს ურევს ხალხს და მაგრამ რო ვკითხულობ მაინც მიხარია რომ ხალხი არ არის სადისა უგუნური რას ლაპარაკობ შენ რასა ის მაგრამ გურამი უფრო ჭკვიანია ეს უფრო ის არის დაბალი ხარისხის უცბად იცნეს და წავიკითხავ ახლა მე ერთ ადგილს გურამით ნუ მიწყენთ და მალხარ სონღულაშვილს თუ ეწყინება ჯობია მოინანიოს და გურამს გული მტკივა რომ მიყვარს მალხარს არ ვიცი ახლა პროს ვიცი ადამიანია იყო მორწმუნე კაცია დაბერდა და რაღაც აემართა რას უფრო ბერდება კაცი მე მგონი უფრო დაჭვიან ეს უდაკასო სადარ გადავარდა ეგრე ვიდეოები YouTube-ში ნახეთ კაცო თუ ლაპარაკობ რამე ტყუილს ამაზე მე ვაგე პასუხს უფლის წინაშე ახლა ყურე სადარ კაცო ჩემი ისო ერთ ადგილს წავიკითხე მე ვიცა ძმაოდადებო ეს არის მეორე ტიმოთეს მეორე თავის მე-17 მუხლი პავლე წერს ტიმოთეს მოციქულია ეს არის ის რომელიც აკურთხებდა ეკლესიაში ხუცესებს ეს პავლეს რადნოის იყო მოწაფე ყველგან დაყავე შვილი იყო ეს პავლეს სულიერი შვილი იყო გამოიზარდა ეცადე შენი თავი წაროდგინო ღმერთს მე-15 მუხლია მე-14 ეცადე ტიმოთე წაროდგინო ღმერთს ღირსეულად და შეურცხვენელ მუშად შენი თავიო ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად ეცადეო არიქა და ნუ დაგემართება და
რამე არასწორად არ გადასცევა. ხოლო მოერიდე უშვერ ლაქლაქს. ვინაიდან უფრო წაიწევენ ეს უღმრთოებაში. და ეხლა უყურეთ. ვнимание. უშვერ ლაქლაქს ეს ურწმუნეებზე კი არ ამბობს, ეს მორწმუნეებზე ამბობს. და სიტყვა, ხადაგება, სიტყვა, მათი თქვენგან სხვადასხვა თარგმანში სხვადასხვა წერია, მაგრამ ჩემს სახარებაში კითხულობ მე. სიტყვა მათი როგორც კიბო თქლებს. მათი ხადაგება, მათი სწავლება, სიტყვა როგორც კიბო. შენთან სხვანაირად იქნება. ისე ერთ თარგმანში რა წერია. მათი სიტყვა ღია წყლულივითაა, რომელიც ჭამს ხორცს. ასეთები არიანო ჰიმენევსი და ფილეტოსი, რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას, ამბობენ აღდგომა უნდა იყო და ზოგიერთებს ურღვევენ წმენას. და ვიღაცა იტყვის მაგალითად. ეხლა მაგალითად ნუ წავიკითხე აქ მე რაღაცა. მოხრი ხო? გარწმუნებული 90% ან მეტი ყველაზე უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდნენ ერთი. ეხლა დააკვირდი შენ რას მიაქცევდი ყველაზე უფრო ნაკლებს. ამ წაკითხულიდან მათ სახელებს. რატომ და ახლა პავლეს მათი სახელების ლაპარაკი. ჰიმენევსი და ფილეტოსი. თქვა მათი სახელები. გურამ მოთხოზორია და მალხა სონღულაშვილი. ჰიმენევსი და ფილეტოსი. მათი სიტყვა თქლებს როგორც კიბო. როგორც კიდე ესე თუ გინდა რაც გინახავს ვეღარ ნახავ თქვენ მითხარი და ვსა დაივიწყე ჩემი სახელი. მე იმიტომ რომ მე არ მინდა იმისი არაფერი ვისაც ჩემი იესო არ წამს ისე როგორც სახარებაში წერია. მეგობრებო, ძმებო და დებო, სახარებაში წერია. ისინი ხადაგებენო იესოს, მაგრამ სხვა იესოს. ისინი ხადაგებენო სახარებას, მარა სხვა სახარებას. მეორე კორინთელთა მე-11 თავი. ვინაიდან თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, თურმე იესოა, მარა სხვა, ჩვენი არა რაღაცა, სახარებისეული არა, სხვა იესო, რომელიც ჩვენ არ გიქადაგიაო, ანდა რომ მიგეღოთ სხვა სული, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ. უფრო შემწყნარებელი იქნებოდით. აქედან რა ჩანს იცი? თურმე არიან ხადაგებლები, რომლებიც დადიან ღვთისმეტყველნი. რას გინდეს დაარქვი? ხადაგებენ იესოზე, მაგრამ სხვა იესოა. სახარებისეული იესო არა. სახარებისეული იესო მოვა მეორეჯერ. ეს ამბობს შიგით უნდა მოვიდეს. გარეთ ერთმანეთს ხამაში ის ვიყიდოთ დრუბენტები, რომ იესოს მოსვლა არ აღსდეს. ამისანა კაცი მართლაც არც დრუბენტი გშვილის და არც ისა. აკერეზე. როათი თვარებდა იმათ გალაქტიკებში რო იყურებიან ვითომ. ძალა ვარსკვლავებში. მე არ მინდა სხვა იესოს გადაგება. სხვა სახარებას გადაგებენ, გადაგებლები, სამწუხაროდ. მაგრამ ეს სახარება არა ის.
ქრისტეს მოძღვრება არა, ის არის სხვა სახარება. მე არ მინდა მასთან არა ის არის კავშირი. დამოზღვრა ლაპარაკი კი და ის კი არა, მაგრამ ღვთის საქმეში ერთად ვერ წავალთ. მე მასთან არ წავალ ვინმესთან, ასეთთან მე არ წავალ საქადაგებლად. ასეთთან მე კაი გამარჯობა სალამი და ის არ შეიძლება ამბობს წმინდა წერილი. და იმასაც ახსნიან. ეს იმას არ ნიშნავს რომ და იმას ნიშნავს რომ და მაინც გადააკეთებენ. მაგრამ მე არ მინდა მასთან ერთ უღელქვეშ ვიყო ერთ საქმეში, ვინც სხვა სულს, არასული წმინდას გადაგებს. და სულ არ გადაგებს სული წმინდაზე. არ ზოგიერთი ამბობს ძალა არის, ზოგიერთი ამბობს სულ არ არის. აქ სული წმინდა გვაჩვენებს, რომ არიან ხალხი, რომლებიც გადაგებლები არიან იესოს, მაგრამ სხვას, სულს, მაგრამ არასული წმინდას, სახარებას, მაგრამ არა ქრისტეს მოძღვრებას, არა აი ამ სახარებას. აქ წერია სხვა იესო, სხვა სული, ან სხვა სახარება. ეს წერია მეორე კორინთელთა მე-11 თავის მე-4 მუხში. გაახსენი და შენი თვალებით წაიკითხე. და იგივე თავში მე-13 მუხში ამბობს პავლე. ასეთები არიან ცრუ მოციქული, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეზღებულობენ და არ არის გასაკვირი, რამე თუ თვის სატანას ხომ სინათლის ანგელოზის სახეზღებულობს. დიდი ამბავი არ არისო, რომ მისი მსახურნი სიმართლის მსახურდა სახეზღებულობდნენ, მაგრამ მათი ბოლო, მათი საქმე მისამერ იქნება. ეს საწყალი სომღულაშვილი, ამაინც რა თქვა? რაღაცები მაბადია და იბოდიალა ქვია იმას. რო არის ეგ მათეს სახარება, მარკოზის, ლუკა, იოანე, ეს იმათი სახარება არ არის ეგაც. ეს დაარქვეს უბრალოდ ისე პოეტურად უნდა იკითხოს სახარება. ეს ვინ ისო ვინ დაწერაო. უბრალოდ სახელი უნდა ყოფილიყო და რა ვიცი რა დაესიზ რა სად არის ეს კაცი არ ვიცი, მთვარეზე უნდა იყოს. და მე როყვება რომ ისე დაწერაო მარკოზი მერე იესოს აღდგომ მარკოზის სახარება ორიგინალშიო. საიდან მიდანა ეს ამანახა ორიგინალი და სხვება ვერ ნახეს ორიგინალი. აი ქალები რო გამოვლენო სამარხიდან იმის შემდეგ არ არისო და იესოს აღდგომაც არ დაუწერიაო. ეს თვითონ მკითხველმა უნდა გადაწყვიტოსო და სულთა ეშმაკურ სატანური დემონური. მე არ ვიცი ღმერთი კიდევ როგორ უთმენ ამისანა ხალხს. ამიტომ ის ღმერთი. ხო და იესოს აღდგომას აი ღმერთა და ამიტომ ეს ტაშს უკრავენ. და ის კიდევ რა თქვა? ერთი მაშინ მოусმინე. ეხლა დღეს ცხელ გულზე ვარ იმიტომ რომ არ დამეძინა. თვით იესომას არ იცოდაო ვინ იყო, გაუგებრობაში იყო. თუ არ გჯერა და ჩაგიდებთ იქ სადმე ან დღეს ან ხვალ ქვევით იქ სილგებში. თუ გაინტერესებთ ვინმეს, თუ არა და თქვენ ეგერ მოძებნეთ მალხას სონგულაშვილი. იმდენი აქვს იმას, მაგრამ ერთში ამბობს. იესომას არ იცოდაო ვინ იყო. გაუგებრობაში იყო. მან თვითონ არის ის ვინ არის იესო და სად არის და სად მიდის. ამისანა კაცს. სახარება კი არასია მაღლა. ვახში ქადაგებლისაგან და
თუ მოზღორისაგან ასე დაბლა დაშვებული მე არავისგან არ მინახია ჯერ даже მუსულმანები არ ლაპარაკობენ ასე ეს უბრალოდ მუსულმანები ამბობენ გადაწერილია რაღაც და ისა გადაკეთებულია რაღაც შესწორებული ეს კი რაღაც პოემებს და რაღაცებს მე მგონი ეს კაცი არ არის მე მგონი კი არის არა მაგდაშობილი ურთხილდით მალხას სონღულაშვილს ვინც ბალიშიკები ხართ ნუ მოგატყუილებთ ისა მისი თავი და ცოდნა სატანას ღებულობს სინახის ანგელოზის სახეს მაღალ ფარდონული სიტყვებით ასწუნებენო უმანკოთა გულებს ყველაფერი გაიხსენეთ იესოს გაიყავით ბრძენი როგორც გველი უნდა მიხვდე და ასევე უბრალო როგორც მტრედი აი ესე ორი ბუნება უნდა იყოს მორწმუნეში სიბრძნეს და უბრალოებას თუ უბრალოება გაქვს მარტო და სიბრძნე არა გაქვს იზარალება მოგატყუილებენ ყოველნაბიზე ღმერთი ბრძენია და ღმერთი უბრალოა და შენ თუ სიბრძნეს არ გამოიყენებ ყოველ პავაროში მოგატყუებენ ისინი რა სიბრძნე პავლემ თქვა ანგელოზის რომ მოვიდეს და მიქა გიქადაგონო სხვა რამე მაგრამ გააკეთა პირველ თავში თუნდაც ჩვენ ან ანგელოზი არც გურამი არც სონღულაშვილი არც კახაბერი და ვიღაცები ეს ის გადაგებლები ხუცეს ესენი კი არაგაც ანგელოზი სესიდან გახარებდეთ არა იმას რომელსაც ჩვენ გახარებდით პავლე ამბობს სული წმინდით იყოს შეჩვენებული ეს ამბობს მე ვერ მოხში და მეცხრე მოხში იმეორებს როგორც უკვე ვთქვით ახლა კიდევ ვამბობ აშეშინდა პავლე ვიმეორებო თუ ვინმე გახაროთ თქვენ არა ის რომელიც მე გიხარ მიიღეთო იყოს შეჩვენებული ეს კი ანათემა ეს არის ყველაზე საშინელი წყება და მე ამბობს ეხლა ადამიანებთან ვეძებ მე კეთილნეობას თუ ღმერთთან პათხალიმობას მეგობრობას თუ ცდილობ ადამიანებს ვაამო პავლე ამბობს ადამიანებს ვაამებდე ქრისტეს მონა აღარ იქნებოდი ამიტომ შენი ამბავი შენიცი ან იღავი ქრისტეს მონა ან ადამიანის მონა ან ღმერთიას სიამოვნე ან კაციას სიამოვნე უფალმა გაკურთხო და დაგლოცოთ დაჟე ურწმუნებმა იციან სიფრთხილეს თავი არ სდგება ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი ეს მარადიულობაა და ასჯერ კი არა 1000-ჯერაც არის შესამოწმებელი იმიტომ რომ თუ შეცდი სამუდამოდ კარგავ ყველაფერს შენ არ კარგავ ფულს კაშილოს რა მანქანას სახლს კაცი კიდევ აშინებს მეორე სახლს მეორეჯერ სიცოცხლე არა ერთხელ სიკვდილი და შემდეგ გასამართლება ერთხელ გაქვს შანსი სიცოცხლის აი ეს შანსი არავის შენი მარადიულობა არავის არ ჩაუგდო ხელში გას ეს ისეთი რაღაცა გიკავია სათუთი მარადიული და გარანტია ρίთა სახაზავი გაქვს აგერ სახარებაში ამბობს უფალი ბევრ ადგილას ყველგან გამოცხადება პავლესწერილები ეპისტოლეები 4 სახარება მოციქულთა საქმეები იესო მოვა ანგელოზება რა უთხრეს მოციქულებს როგორც აღმავალი ნახეთ ასევე მოვაო პავლე რას ამბობს არ მინდა ვილაპარაკო აქ იმაში თუ მოგატყუილაში არა კაცო იესო მოსულია უკვე იესო ჩვენში უნდა მოვიდეს რა თქმა უნდა ეს ნახევარი სიმართლეა იესო ჩვენში უნდა მოვიდეს ჩვენში უნდა დაიბადოს გაიზარდოს სრულყოფილ ასაკს უნდა მიაღწიოს ამბობს პავლე
მაგრამ ეს არნიშნავს, რომ იესო მარტო გულში დაიბადა და მერე იესო მეორეჯერ არ მოვა. მას ყველა იხილა ღრუბლებზე მომავალს. სასამართლოს გაყარია? ჯოჯოხეთის, ხო? ცეცხლის და ის არის. ამუნია და შეშინება, ხო, ღმერთისგან. არის ის თქვენ როგორ, მაგრამ ატას, ბაბა, ატას, გაიქეცით. თავს უშველეთ სანამ დროა. ლაიქები კი არა, საერთოდ დაივიწყოთ უნდა. იმიტომ რომ აქ თქვენ მე ახლა ქუჩურად ლაპარაკობ, თქვენ სულზე მიდის ახლა თამაში. როგორ მოგიგო, როგორ გაგასრულ, როგორ სატანა ყველაფერს აკეთებს, იყენებს თავის ვისაც გამოიყენებს, ვინცაც შეძლებს გამოიყენოს, იმას ყველას იყენებს. ეს გურამი იქნება, ეს რაგემაგას სონღულაშვილი იქნება, რაგემას მალხას სონღულაშვილი იქნება თუ ღმერთმა მაშროზე კახა იქნება თუ ვიღაცა იქნება, ლაშა იქნება თუ ბადრი იქნება, ყველას გამოიყენებს თუ გამოიყენა. ამიტომ არის მე მთელი სულზებრ გეუბნები თხილად, უფრთხილდი გურამსას და სონღულაშვილსაც. და აწი მე ვთქვი, ჩემი სათქმელი და თუ გინდა წადი და ნათლიად გაიხადე. დანათესავდით და ჯვარის დაიწერეთ თუ გინდა. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, მე წავედი და ჩემს ლოგის მივაშურე. ვინც გამიგო, ვინც არა და უფალმა შეგიწყალნა და დაგიფარონ ისა სინათლის ანგელოზებისგან.